რატომ აფერხებს ოქრო და ალმასი მშობიარობას? ებრაული ტრადიციის მიხედვით. ებრაულ ფოლკლორსა და სეგულებში სულიერ პრაქტიკებში მიღებულია, რომ მშობიარობის დროს ქალმა უნდა მოიხსნას ოქროს სამკაულები და ალმასები. აი მიზეზები: 1. სასჯელის თვისება, წყალობის თვისების წინააღმდეგ. სოდის სწავლების კაბალას მიხედვით, ოქრო განასახიერებს გვურას, სიმკაცრეს და მიდათ ჰადინს, სასჯელის თვისებას. მისი ფერი და სიმტკიცე მიანიშნებს სიმკაცრეზე. ამის საპირისპიროდ, ვერცხლი განასახიერებს ხესედს, სიკეთეს და წყალობას. ახსნა. მშობიარობის დროს ჩვენ გვინდა გამოვიწვიოთ ღვთიური წყალობა და რბილი ენერგია. ოქროს არსებობა მიიჩნევა დინების, სიმკაცრის გამომწვევად, რამაც შეიძლება გაართულოს პროცესი. 2. ალმასის ბუნება, სიხისტე და ჩაკეტილობა. ალმასი ბრილიანტი არის ყველაზე მტკიცე და ხისტი მასალა ბუნებაში. ახსნა. მშობიარობა არის გახსნის, დარბილების და გათავისუფლების პროცესი. ითვლება, რომ ნივთები, რომლებიც სიმბოლურად გამოხატავენ უკიდურეს ჩაკეტილობას და სიმტკიცეს, როგორც ალმასი ან კვანძები ტანსაცმელზე, ქმნიან ენერგეტიკულ ბლოკირებას, რაც ეწინააღმდეგება მშობიარობის ბუნებრივ დინამიკას. 3. ავთვალი და თავმდაბლობა. ოქრო და ალმასები სიმდიდრისა და ფუფუნების აშკარა სიმბოლოებია. ახსნა. მშობიარობის მომენტი ითვლება საშიშ ჟამად და დიდ სულიერ მომენტად. ებრაული ტრადიცია გვირჩევს ამ დროს თავმდაბლობას, რათა არ გამოვიწვიოთ ზედმეტი ყურადღება ან ავთვალი, აინ ჰარა. სამკაულების მოხსნა ეხმარება მშობიარეს კონცენტრირება მოახდინოს მთავარზე და არა გარეგნობაზე. 4. პრაქტიკული და სამედიცინო ასპექტი. მიუხედავად იმისა, რომ საფუძველი სულიერია, ამას თანამედროვე მედიცინაც ეთანხმება. შეშუპება, ბეწაკოთ. მშობიარობისას სხეული აკავებს სითხეებს. ბეჭდებმა, განსაკუთრებით ალმასის შეიძლება მოუჭიროს თითებს და შეაფერხოს სისხლის მიმოქცევა. უსაფრთხოება. სამკაულებმა შეიძლება ხელი შეუშალოს გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას, მაგალითად საკეისრო კვეთისას ლითონის შეტანა საოპერაციოში აკრძალულია. შენიშვნა. იუდაიზმში არსებობს საპირისპირო სეგულაც მშობიარეს მოხსნან ყველაფერი, რაც კრავს ან ხურავს, როგორიცაა თმის გაშლა ან ტანსაცმლის კვანძების გახსნა, რათა ეს გახდეს სიმბოლო სწრაფი და იოლი გახსნისა. რჩევები შენთვის, მშობიარევ. რატომ არის კარგი ოქროსა და ალმასის მოხსნა? ებრაული ტრადიციით, შენი მშობიარობის დროს უმჯობესია არ გეკეთოს ოქროს სამკაულები და ალმასები. აი რატომ გირჩევენ ამას ჩვენი ბრძენები და ჩვეულებები? 1. აირჩიე წყალობა და არა სიმკაცრე. კაბალას სწავლებით, ოქრო, გვურას, სიმკაცრეს და მიდათ ჰადინს, სასჯელის თვისებას განასახიერებს. როცა შენ მშობიარობ, შენ გჭირდება ხესედი, ღვთიური სიკეთე და რბილი ენერგია, რომელსაც ვერცხლი წარმოადგენს. ჩემი რჩევა, მოიხსენი ოქრო, რათა შენს გარშემო მხოლოდ წყალობისა და სირბილის ენერგია იყოს, რაც დაგეხმარება მშობიარობის მსუბუქად ჩავლაში. 2. იყავი გახსნილი და არა ჩაკეტილი. ალმასი ბუნებაში ყველაზე მყარი და ჩაკეტილი ნივთიერებაა. მშობიარობათი მთლიანად გახსნა, დარბილება და გათავისუფლებაა. ანაე, ჩემი რჩევა. ისევე როგორც ჩვენ ვხსნით თმის კვანძებს ან ტანსაცმლის შესაკრავებს, რათა სიმბოლურად გზა გავუხსნათ ბავშვს, ასევე ალმასის მოხსნით შენაშორებ ენერგეტიკულ სიხისტეს და ეხმარები შენ სხეულს იყოს უფრო მოქნილი და გახსნილი. 3. სიმშვიდე და თავმდაბლობა. ავთვალისგან, დასაცავად, ოქრო და ბრილიანტები ყურადღებას იპყრობს. მშობიარობის მომენტი შენთვის ძალიან წმინდა და განსაკუთრებული დროა, სადაც შენ სულსა და სხეულზე უნდა იყო ფოკუსირებული. ჩემი რჩევა. იყავი ამ დროს, რაც შეიძლება თავმდაბალი, ცნიუტ. სამკაულების გარეშე შენ უფრო დაცული ხარ ავთვალისგან, აინ ჰარა. და მთელ შენს ძალას მხოლოდ შენს შინაგან პროცესს ახმარ. 4. იზრუნე შენს ფიზიკურ კომფორტზე. სულიერი მიზეზების მიღმა არსებობს პრაქტიკული მხარეც, რომელიც შენს უსაფრთხოებას ეხება. შეშუპება. მშობიარობისას ხელები შეიძლება დაგისივდეს, შეშუპება. ბეჭდებმა შეიძლება ძალიან მოგიჭიროს, შეაჩეროს სისხლის მიმოქცევა და დისკომფორტი შეგიქმნას. მზადყოფნა. თუ ექიმებს დასჭირდებათ სწრაფი დახმარება ან სამედიცინო ჩარევა, უმჯობესია სხეულზე არ გქონდეს ლითონები, რომლებიც ხელს შეუშლით. დაიმახსოვრე, ყოველი ნივთი, რომელსაც იხსნი იქნება ეს ბეჭედი თუ თმის სამაგრი არის ნიშანი შენი სურვილისა, რომ ყველაფერმა მარტივად, გახსნილად და მშვიდობიანად ჩაიაროს.